ადამიანების უმეტესობა არასწორად უდგება წონის დაკლებას. ისინი ფიქრობენ, რომ რაც უფრო ნაკლებ შეჭამენ, მით უფრო დაიკლებენ. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ მუშაობს. თუ სწორად მიაწვდის სხეულს საკვებს, შედეგი უფრო სწრაფად მოვა. ალბათ გაინტერესებს რატომ. როცა ზედმეტად ამცირებს საკვებს, ამით ანელებ მეტაბოლიზმს. იწყება კუნთური მასის შემცირება და წონა ისევ ბრუნდება. აი ამიტომაა, რომ ყველა დიეტის შემდეგ წონაში ისევ იმატებ. მაგრამ როცა ჭამს სწორად, იღებს საკმარის ცილას, უჯრედის გძინავს საკმარისად, სხეული იწყებს ცხიმის წვას. კუნთური მასა კი გინარჩუნდება და შედეგიც უფრო სწრაფად მოდის. დაიმახსოვრე ერთი წესი. ყოველი ჭამისას მიიღე ცილა, დილით კვერცხი, შუადღეს ქათამი ან თევზი, ან თუნდაც იოგურტი. თუ ცხოველურ საკვებს არ იღებ, მაშინ მიიღე ტოფუ, პარკოსნები ან სეიტანი. ეს პატარა ცვლილებები საკმარისია იმისთვის, რომ აამუშაო მეტაბოლიზმი და გქონდეს ენერგია მთელი დღის მანძილზე. ასე რომ არ ეშიმშილო, ჭამე სწორად და შედეგი იმაზე მარტივად მოვა, ვიდრე შენ ფიქრობ. თუ ყავს მეგობარი, ვინც სულ დიეტაზეა, მაგრამ შედეგს მაინც ვერ ხედავს, გაუზიარე ეს ვიდეო. ხოლო თუ პირადად შენ გჭირდება ინდივიდუალური დახმარება და ფიქრობ, რომ ამ პრობლემას მარტო ვერ მოაგვარებ, ინდივიდუალური კონსულტაციისთვის დაწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება.